გამარჯობა. ეს არის ერენი. როგორც წინა ვიდეოში შეგვერდით, დღეს ვისაუბრებ კედლებზე. თუ რას საიდუმლოს მალავენ ისინი. ყურადღება, ვიდეოში იქნება სპოილერი. ანიმეში არის სამი კედელი, მარია, როსა და შინა, ბოლო სახელზე ზუსტად არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად წარმოვთქვა. ზუსტად არ მახსოვს ტენები რომელშია, მაგრამ მარიაში ნახდად არ იქნება და როზაზეც რატომღაც ეჭვმებარება, თუმცა ამას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. როგორც მოგეხსენებათ, პირველ სეზონში კოლოსალურმა ტიტანმა, რომლის სიმაღლეც 60 მეტრია, გაანგრია კედლის კარიბჭე, მოგვიანებით მას შეფრონილით დაეხმარა. თვითონ კედლის სიმაღლე 50 მეტრია, მასში არსებული ტიტანების კი 40. ალბათ სტრუქტურა დაემატა ზემოდან, რადგან ეს ტიტანები ჯავშანია და ამით აიღო 50 მეტრიანი კედლები. მოკლედ, მთელს კედელში არის ეს 40 მეტრიანი ტიტანები, მაგრამ როგორ მოხდნენ ისინი იქ და რატომ არ შეუძლიათ კოლოსალურ და შეფრონ ტიტანებს მისი ნანგრევა ისე როგორც წინა კედელი გაანგრიეს. ამ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე ტიტანების მეფემ ააგო ეს კედლები. მას სავარაუდოდ ჰქონდა კოორდინატები, რომელზეც წინა ვიდეოში ვისაუბრე. მასში შეიყვანა 40 მეტრიანი ტიტანები და აიძულა მათ ჯავშნის საშუალებით აეგოთ კედელი. მოგვიანებით მის ხალხს ელდიერებს მეხსიერება შეუცვალა და მათ თავში ჩაუნერგა, რომ თუ ერთ-ერთი მათგანი ფეხით დადგამდა კონძულზე, რომელზეც აგებულია ეს კედლები, მაშინ ეს 40 მეტრიანი ტიტანები გამოთავისუფლებოდნენ და ყველას გაანადგურებდნენ. სწორედ ამიტომ ტიტანები არისკავენ ამ კედლის დანგრევას, რადგან მათში შეაღვთ, რომ ტიტანები გამოთავისუფლებიან. აი ასეთი ისტორია არის ეს, მაგრამ ზუსტად არ ვარ დარწმუნებული ამ ინფორმაციაში, შესაძლებელი რაღაც განსხვავებულად იყოს, მაგრამ არსი, რა თქმა უნდა, იგივე იქნება. ეს იყო ერენი, ყველას მოვალ შეხვედრამდე, ნახვამდის.